წყლის პრობლემა რომაა ქალაქში რა ხდება, რატომაა ასე? გამოდით ხალხო შევიკრიბოთ, ან გზა გადავკეტოთ, ან მერიას მიუვარდეთ, ან წყალკანალს. ცხელ ხაზზე 3 დღეა ვრეკავ, მაგრამ აზრი სირცხვილია, ნუ თუ ღმერთი არ გწამთ. ეს მოქალაქეების პოსტები და კომენტარებია გორის ჯგუფებში და ზოგადად სოციალურ ქსელში. მოსახლეობა ამბობს, რომ ბოლო დღეებია მათ წყალი არ მიეწოდებათ. მიზეზი კი არ იციან, როგორც თავად ამბობენ, წყლის პრობლემა განსაკუთრებით კომბინატისა და წმინდა წყლის დასახლებაში, მაღალსართულიან კორპუსებშია. წყლის გარეშე მოუწიათ ახალი წლისა და შობის გატარებაც. შობას და ახალ წელს წყალი არ იყო. ჩავიდნენ კიდევაც წყალკანალში, მაგრამ არაფერი შედეგი არ მოყოლია. თუ მატორი არ ჩავშთეთ, ისი არის რთობა ეს და უშოთ აი გამათბობელი. თუ მატორი არ არის. აი ახლა გაყინვის გამო ან ეს დღეები. არა, ეს უასი არის. თან მეორე სართულზე ვცხოვრობთ და მაინც პრობლემაა. ადრე იყო კარგად კომუნისტების დროსა. კარგად მოდიოდა წყალი ახლა. და მე გეტყვით ახლა მეორე სახლი მაქვს იმაზე, შინთისის გმირების ქუჩა როა სათვირთოს დასახლება. იქ საერთოდ არა. სანამ დაინიშნებოდა ეს თარგმნა მოვიდნენ, მოკლედ მთელი შემადგენლობა. შეგვპირდნენ 1000-ზე არაფერი არ გავიგე. პადიეზებში აქვს გაყვანილები პლასმასის ტრუბით და იქ შეიძლება გაყინა. ვნახეთ თვითონაც რომ გაყინულები იყო და მაგ პრობლემას აბარაა. რა შეიძლება მე აღარ ვიცი. წყლის პრობლემასთან დაკავშირებით თრიალეთი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ წყალმომარაგების მიწოდება პირდაპირ უკავშირდება ყინვებსა და სისტემაში ტექნიკური გაუმართავობა არ ფიქსირდება. ამ ეტაპზე წყალმომარაგების შეფასება პირდაპირ უკავშირდება ძლიერ ყინვებს. დაბალი ტემპერატურის ფონზე რიგ მონაკვეთებში ფიქსირდება წყლის დებიტის შემცირება, რაც მნიშვნელოვნად განპირობებულია იმით, რომ უყაირათო მოხმარება ფიქსირდება. მათ შორის არის ონკანები ღიად დატოვებული, გაყინვის თავიდან ასოცირებლად. მაგალითად, ერთ სულ მოსახლეზე ნორმატიული მოხმარება შეადგენს დაახლოებით 250 litrს, მაშინ როდესაც ამ დღეებში ცალკეულ შემთხვევებში ერთ სულზე მოხმარება 1000 litrს აჭარბებს, რაც ნორმას 4-5-ჯერ აღემატება. ასეთ პირობებში ქსელი ფიზიკურად ვერ ინარჩუნებს სტაბილურ დებიტს. მინდა განმარტო, რომ ყველა სატომბისადგური მუშაობს უწყვეტ რეჟიმში და სისტემაში ტექნიკური გაუმართავობა არ ფიქსირდება. მუდმივად ვაკონტროლებთ პროცესს და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდეთ წყლის რაციონალურად გამოყენებისკენ. მოქალაქეების პრობლემებთან დაკავშირებით თრიალეთი გორის მერიასაც დაუკავშირდა, თუმცა მათ კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს და მოსახლეობის კითხვები უპასუხოდ დატოვეს. შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა გორში ცალკეულ დასახლებებს წყალი შეფერხებით მიეწოდება.